შენ თავს გაგდებენ უმცირესობაში. ანუ ისე გექცევიან, რომ გინდა თუ არა გრძნობ, რომ მეორე ხარისხოვანი ხარ. გინდა თუ არა გრძნობ, რომ შენ აზერბაიჯანელი ხარ, გინდა თუ არა გრძნობ, რომ მათთვის უცხო ხარ. აი მაგალითად ავტობუსში მივდივარ, მიმგზავრია ხშირად, ამიღია ტელეფონი ოჯახიდან დედა ჩემი მირეკავს და ანუ ჩემი მეგობარი მირეკავს, ვიღებ ველაპარაკები ტელეფონში. ამ დროს მშობლიურ ენაზე ველაპარაკები და მესმის. აუ ეს აზერბაიჯანელებიო, საიდან მოემატენ თბილისში ამათ როგორ ვერ ვიტან რა. აუ ეს თათრებიო, რა ვიცი რა, ან ხშირად დამინახია სხვა ქართველი, სხვა აზერბაიჯანელის მიმართ როგორ ექცევა. კითხვას უსვამდი ჩემთან, როდემდე გაგრძელდება ეს გაუცხოება, გადაგვარება, რა ვიცი, გადაჯგუფება ეს როდემდე გაგრძელდება, მაგრამ ამავდროულად მიხარია იმით, რომ საზოგადოებაში საჭირო პიროვნებები და საჭირო ჯგუფები, რომლებიც არსებობენ, ძალიან დიდ პასუხს ემენ არა მარტო აზერბაიჯანელებს, არამედ სხვა ეროვნელებსაც. დაახლოებით 5 წლისა ვიქნებოდი, გადავედი მარნეულში. ფაქტიურად სხვა სამყარო იყო, სხვა საზოგადოება იყო, რომელიც ყველა აზერბაიჯანულად საუბრობდა. მაგრამ ბედმა იმაში გამიღიმა, რომ სამეზობლოში მყავდა რამდენიმე ქართველი. 1-2 ქართველი იყო, განა ბევრი იყო, არა. 1-2 ქართველი იყო, რომელიც მათთან ის კომუნიკაცია ხშირად მიწევდა. და აქედან ვისწავლე ქართული. შემდეგ, როცა პირველ კლასში შევედი, იქიდან უკვე ჩვეულებრივად მშობლიური ენა, ანუ აზერბაიჯანულად ვსწავლობდი და დაახლოებით კვირაში 1 საათი იყო ქართული ენა და 1 საათი რუსული. მაგრამ მე კვირაში 1 საათი ქართული ენა არც ისე კარგად ასწავლიდნენ. იმიტომ რომ მასწავლებელი არ იყო ქართველი და აზერბაიჯანელი, აქედან გამომდინარე არც ეფექტური იყო ქართული სწავლა. როცა დავამთავრე, გადავწყვიტე ერთ-ერთი მიზანი დავსახე, რომ გამეგრძელებინა უმაღლესში. ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელიც უმაღლესი გავაგრძელე. ჩემ გარდა ყველა გათხოვდა დანარჩენი სოფელში ჩვეულებრივად ცხოვრება გააგრძელეს. წარსულის გაანალიზება ცოტა მერტულება. მაგრამ ერთ-ერთი კარგად ვიცი, რომ მეზობლები რო არ მეყოლებოდა ქართველები, ნამდვილად გამიჭირდებოდა ქართული სწავლა. ეგრეთ წოდებული ქართული ენის მოსამზადებელი კურსები გამოვიყენე, ჩავაბარე. გავხდი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. შემდეგ ქართული ენის მოსამზადებელი კურსების დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ამერჩია ჟურნალისტიკის სფერო. რადგან ჟურნალისტი ხონიშნავს საზოგადოების თვალს, ყურს, ერთგვარ საზოგადოების მსახურს. მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემი ისეთი ლექტორებს. ძალიან ისეთი ბევრი ლექტორები მყავს, რომელიც უკვე მათი საგანი გავიარე, მაგრამ მათთან ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს, რომელიც ხშირად მივდივარ მათთან შეხვედრაზე და ვერ ვივიწყებ მათი სახელს, მათი პიროვნებას. გავიგეთ იქ აღდოლები სულელობას მართავენ და არ ვიცი და რა სულელობა არის გვაინტერესებს ნახოს აბა არის საიდან აიღოს ეს და რა მიზნით ხდება ეს სულელობა. ამას ბევრი რეები დაუხატია. გამოს პანჯარა. ვარჯულობ ყველა. ისევ იდება უფალს. გაიხარე. დაღიმებული თუ ასახე, ესე იგი ქრისტიანია. პანჯარაცია. გენაც. თუ თავს იგნებს რატო არ წევს? პანჯარა.
მოიხსენის მასკა. იო. იო. მასკა. მასკა მოიხსენე. დასკევ ხარ, ისინი არიქნები მაინც დახატულია. ერთო დაგვიფაროს ჩიპიზაციისაგან და აიდენტიფიკაციისაგან. აიდენტიფიკაციისაგან, გეიაღლობისაგან დაიფაროს საქართველო. ამინ. მე მინდა რომ ჩემს ქართულ საზოგადოებაში ნებისმიერი ქართველი, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე მიმიღოს როგორც თავისი ნაწილი. ჩემი კულტურით, ჩემი ეროვნებით, ჩემი აზროვნებით მიმიღოს და არა უძულდე ჩემი რელიგიის ან ჩემი რწმენის, თუნდაც ჩემი ეროვნების გამო. ეს არ მინდა რომ მოხდეს და უძულდე ამ ჩამოთვლილების გამო ვიღაცას. ჩემი მოქალაქეობრივი ვალი ის არის რომ რამდენადაც აქტიური ვიქნები მიმაჩნია რომ იმდენადაც რაღაცას მოვახდენ საზოგადოების მიმართ რომ რაღაცა გაიგონ ბოლოს და ბოლოს რომ ეროვნებით განსხვავებულები არ არიან უცხოპლანეტელები. ამიტომაც მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი სიკეთით, ჩემი ქმედებებით ვაჩვენო ქართულ საზოგადოებას რომ ნამდვილად ჩემი შეყვარება ღირს.